შაბათ-კვირას რა ენერგიებში იქნებით? იფიქრეთ საკუთარ თავზე, მხოლოდ და მხოლოდ ნახოთ რა ენერგიებში იქნებით და რჩევა თქვენთვის როგორ გაიბედნიოთ და გაილამაზოთ უახლოესი 2 დღე. აბა ნახოთ რა ენერგიებში იქნებით ამ შაბათ-კვირას და რჩევა რას გირჩევთ ტარო ამ შაბათ-კვირას როგორ იგრძნოთ თავი ბედნიერად და ჰარმონიულად, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. შაბათ-კვირაზე გეტყვით, რომ საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება. შესაძლებელია ბევრ თქვენთაგანს ოჯახურ, მკვდრო, გარემოში მოუწიოს ყოფნა, ან უბრალოდ რაღაც ისეთ კოლექტიურ ატმოსფეროშიც, ანუ შესაძლებელია, მაგრამ ენერგეტიკულად ცუდი დღე, ნამდვილად ცუდი პერიოდი, ნამდვილად არის პირიქით რაღაც გახარება, შეიძლება რაღაცის აღნიშვნა, რაღაც დღესასწაულივით იყოს ამ შაბათ-კვირას თქვენთან. საკმაოდ აქტიურები, ცეცხლოვანები, მიზანდასახულები ხართ ამ შაბათ-კვირას, ბევრი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ როგორც ესეთი შაბათ-კვირის განმავლობაში. თქვენ აი სულ მოძრაობთ რაღაცა მიზნისკენ მიდიხართ, ზოგადად ძალიან ცეცხლოვან შემართულ ენერგიებში გხედავთ. რჩევას რაც შეეხება შაბათ-კვირას თქვენთვის რო იყო თავი იგდოთ ბედნიერად, გამოხატეთ საკუთარი ემოციები. მიეცით საკუთარ შინაგან სამყარო, საკუთარ შინაგან მეს გამოსვლის საშუალება თქვენგან. არ ჩაიკეტოთ, არ დაიბლოკოთ თავები, პირიქით რაც არ მოგწონთ, თუნდაც ისიც ჯობია ეხლა გამოხატოთ, ვიდრე მერე სხვა დროს უფრო ცუდად დაგიბრუნდეთ და უფრო ცუდად იყოს გამოსახატი. მეტი ცეცხლოვანი ენერგიები გამოუშვით, იყავით აქტიურები, იყავით მოძრავები, მიეცით შანსი სხვა ადამიანებსაც, გარშემო სიტუაციებსაც, რომ თქვენ თუ ვინმეს ფიქრობთ, რომ რაღაც შანსი უნდა მისცეთ, შეგიძლიათ დღე ამ შაბათ-კვირას ეს გააკეთოთ და მოულოდნელად გაიხსნათ ვიღაცასთან, როგორც ესეთი თვითგამოხატვისკენ მოგიწოდებთ, მაინც ამ შაბათ-კვირას ტარო, რაც მეტად შეძლებთ საკუთარი ენერგიების, საკუთარი ემოციების გამოშვებას, აი დაიცალოთ თითქოს უნდა თქვენ ამ შაბათ-კვირის განმავლობაში, რომ მომდევნო კვირას უფრო განახლებული, განულებული, ახალი, ცოცხალი, ცინცხალი ენერგიებით შეხვდეთ. ვფიქრობ, რომ გჭირდება, შეიძლება ძალიან დაიღალეთ კვირის განმავლობაში და რაღაცა გათავისუფლებაც გჭირდებოდეთ ნეგატიური ემოციებისგან. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.